გამარჯობა. მე ვარ ანასტასია როსტომაშვილი, 10 წლის. დღეს უდიდესი წმინდანის მაქსიმე აღმსარებლის შესახებ მინდა გიამბოთ. 26 აგვისტოს ლეჩხუმში, სოფიო მართლმადიდებლობის უდიდესი წმინდანის ღვთისმეტყველის მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღესასწაული. მაქსიმობა აღინიშნება. წელს პირველად მეც მომეცა საშუალება დავსწრებოდი ამ დღესასწაულს. ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ საკათედრო ტაძრიდან მაქსიმე აღმსარებლის საფლავამდე ლიტანიობა გაიმართა. ვინ იყო წმინდა მაქსიმე აღმსარებელი? წმინდა მაქსიმე 580 წელს ქალაქ კონსტანტინოპოლში დაიბადა. წარჩინებული და ღვთისმოშიში ცოლ-ქმრის იოანესა და ანას ოჯახში. განათლება შინ მიიღო. თანატოლებთან თამაშის ნაცვლად მთელ დროს წმინდა წერილის კითხვასა და უფლის მცნებების დაცვას უთმობდა. მან მრავალმხრივი განათლება ფილოსოფიის, გრამატიკისა და ღვთისმეტყველების მიმართულებით მიიღო. წმინდა მამა თავისი განსწავლულობის წყალობით იმპერატორ ჰერაკლეს პირველი მდივანი გახდა. მაგრამ მას სამეფო კარის ცხოვრება ძალიან ამძიმებდა. ამიტომ მალევე დატოვა თანამდებობა და ქრისოპოლის სავანეში ბერად აღიკვეცა, სადაც მალე მონასტრის წინამძღვარი გახდა. მონასტერში მოღვაწეობის დროს ნეტარი მამა ძაძას ატარებდა და მხოლოდ ხმელი პურით და ველური მსხალით იკვებებოდა. მისი უმთავრესი და უსაყვარლესი საქმე ლოცვა და შრომა იყო. ხოლო თუ თვალს ოდნავ მაინც მიეკარებოდა რული, მაშინვე დგებოდა და ლოცვასა და გალობას იწყებდა. 623 წელს წმინდა მამა იერუსალიმელი პატრიარქის თხოვნით ალექსანდრიაში გაემგზავრა. მას თავისი ჭეშმარიტი რწმენისა და პირდაპირობის გამო უამრავი დაბრკოლება ხდებოდა. კონსტანს მესამემ ბრძანა ღირსი მამა შეეპყროთ და მას სამშობლოს ხალათში ბრალი დასდეს. აპყრობილეში ჩააგდეს. 656 წელს თრაკიაში გადაასახლეს. შემდეგ კი ისევ უკან კონსტანტინოპოლში დააბრუნეს, სადაც თავის ორ მოწაფესთან ერთად საშინლად აწამეს. სამივეს ენა ამოჭრეს, მარჯვენა ხელი მოკვეთეს და დასავლეთ საქართველოში ლეჩხუმში გადაასახლეს. გადასახლების ადგილას ნამდვილი სასწაული აღესრულა. მოწამეებს ლაპარაკისა და წერის უნარი აღუდგათ. მაქსიმე აღმსარებელმა თავისი აღსასრული იწინასწარმეტყველა და 662 წლის 13 აგვისტოს ძველი სტილით მშვიდობით მიიცვალა. მის საფლავზე ღამღამობით 3 ლამპარი ინთებოდა და მრავალი კურნება აღესრულებოდა. წმინდანის ნაწილების აღმოყვანება ცაგერში მოხდა და მისი საფლავიც ცაგერში, წმინდა მაქსიმე აღმსარებლის მონასტრის ეზოშია დასვენებული.